ვაგრძელებთ ჩვენ ეთერს და მოდი ოთარ ახლა ჩვენ განვიხილეთ შიდა პრობლემები, განვიხილეთ საერთაშორისო პრობლემები, ჩვენგან ცოტა მოშორებული, იგივე სირია, იგივე უკრაინა და დავუბრუნდეთ ჩვენ მშობლიურ კავკასიას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცეები ხდება აქ ძალიან საინტერესო არის რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა, დაძაბული ურთიერთობა, აზერბაიჯანი რომელიც თქვათ შაშანდლამდე ყველაფერს აკეთებდა, ანუ ყარაბაღის ომის მოგებამდე ყველაფერს აკეთებდა, რომ რუსეთში კეთილგანწყობა დაემსახურებინა, მაყველა მაღალჩინოსანთან განსაკუთრებულ ტყუილ ურთიერთობას ამყარებდა. ასევე იგივე მიმართულებით თურქეთი, მაგრამ თურქეთს არ ჭირდებოდა, თურქეთი ისედაც მისი ბუნებრივი მოკავშირე იყო და ეხლა უცბად ვიღებთ საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობას ამ ორ ჩვენ მეზობელ ქვეყანას შორის, სრულიად მოულოდნელად, ნამდვილად არ ველოდებოდი ამას და რა გვიქადის ჩვენ, რა ჩვენ ახლა ამ პროცესში რა შუაში ვართ. აქ არის საუბარი ახალი კორიდორის გახსნის, ეს არის საქართველოს გამოტოვებით, ანუ აზერბაიჯანი, ზანგეზურის ეს დერეფანი და პირდაპირ თურქეთზე გასვლა და რომელიც ახლა ბევრმა თქვა რომ ეს არაფერს არ დააკლებს საქართველოს, არა, ჩემისათვის ეს საკმაოდ ეკონომიური დატმა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ კარგავთ უნიკალურობის შანსს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყავით უნიკალური დერეფანი, რომელსაც ალტერნატივა სახმელეთო თვალსაზრისით არ გააჩნდა, მაგრამ თუ ყველაფერი ისე წარიმართა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველა მაგისტრალებმა გაიარა ამ ცენტრალურ ნაწილში კავკასიის როგორც ერთ ისე მეორე მხარეს, მე ვფიქრობ, რომ დატვირთვა იმდენად დიდი იქნება, რომ გარკვეულწილად ცუდიც არ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის ისეთი დატვირთვა, რომ ჩვენ გავყოთ აქ გამავალი ტვირთები. ბუნებრივად სამწუხაროდ ერთადერთ მოკავშირეთ ისე და ისე, ოღონდ ბუნებრივად და არა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევენ ჩვენსადმი ჩინეთი რჩება, იმიტომ რომ ჩინეთს ძალიან ჭირდება ეს დერეფანი და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს დამოკიდებული ანგლოსაქსურ და ამერიკულ საზღვაო გზებზე, სადაც მას ბევრად ძვირი უჯდება თავის ტვირთების გატანა, განსხვავებით ამ სახმელეთო დერეფნისგან და უცბად თამაში შემოდის ისეთი რამე, რომელიც აქამდე მხოლოდ გონი ამ სტუდიაში ისმოდა, მართალია არა პირველი პირებისგან, მაგრამ გაისმა რუსეთისგან, რომ უნდა ამუშავდეს ჩრდილო-სამხრეთ დერეფანი, ანუ სახმელეთო დერეფანზეა და ეს დერეფანი არის პირველ რიგში აფხაზეთი თავის რკინიგზით და მოდი ესე ვთქვათ, ერთადერთი საგზაო საშუალება რუსეთისთვის, ამხელა სახელმწიფოსთვის დაკავშირება სომხეთთან, ირანთან, ახლო აღმოსავლეთთან, ირანთან, თურქეთთან. აი წარმოიდგინე არაბულ სამყაროსთან და ყველაფერი ამის გამტარი ხდება საქართველოს, რომელიც კიდევ ვიძახი იმ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე არანაკლებ მეორე დერეფანს ვიღებთ, რომელიც იქნება ჩრდილო-სამხრეთ მიმართულებით, ანუ ჯვარს ვიღებთ საქართველოში, რომელიც იქნება ეკონომიურად ჩვენთვის არ ვიცი. აი მაღალი კორუფციის შემთხვევაში ადამიანებმა უნდა იგრძნონ ეს სიკეთე, იმდენად მომგებიანი მდგომარეობას ვიღებთ ჩვენი ღმერთის გამოძებული გეოპოლიტიკის გამო და არაპოლიტიკოსების გამო რა. ღმერთმა გვიბოძა ის ადგილი საქართველოს ქართველები სადაც ცხოვრობთ, რომელიც გამოსაყენებელი და ამდენი წელია ჩვენ ყველაფერი გადაკეტილი, ყველაფერი ჩაკეტილი, ყველაფერი გაფუჭებული, ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგო და ეხლა ერთი რამ მინდა გავიხსენო. ოთარ, თუ გახსოვს და ბევრს აღარ ახსოვს, ერთ-ერთი უმთავრესი ბოროტება, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, თუმცა მაშინ მეგონა, რომ რამხელა სიკეთეს აპირებდა, მაგრამ მე აღმოჩნდა, ეს ყველაფერი ბლეფი ყოფილა. რუსეთს სასიცოცხლოდ ეჭსაჭირეობდა სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, რისთვისაც აუცილებელი იყო საქართველოს თანხმობა. გახსოვს ეს ყველაფერი? მივეცით მაინც. ეს თანხმობა მივეცით და რის საფუძველი, რის სანაცვლოდ მივეცით. ყველაფერი არის ცხოვრებაში სავაჭრო. სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ მაშინ ისეთი რამე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არც ერთ ეტაპზე არ ხიბლავდა და არ მომწონდა და ვერ ვიტანდი, პირდაპირ ვიტყვი ხარ, რა არის დასამალია, რომ თქვა რომ ვიტანდიო, ვინ დამიჯერებს, ხო? ისეთი რამე თქვა, რომ მართლა ტაში დაუკავე, რომ მე თქვი ეს რა მაგარ რამეს აპირებს, რომ აფხაზეთშიო ფსოუს იქიდან აპირიდან რუსები ჩადგავდნენ ქართველების ესე თქვა მესაზღვრეებს და საბაჟოს და ქართველები გადაწყვიტავდნენ იქ ნონგრანტი ვინ არის, ვის შეეძლო აფხაზეთში შესვლა, ვის შეეძლო აფხაზეთიდან გასვლა. ანუ
წარმოუდგენელ ჩვენ ვიღებდით ფაქტიურად აფხაზეთზე კონტროლს ერთი მხრიდან ჩვენ ვართ მეორე მხრიდან საბაჟო ქართული ისევ ორივე მხრიდან ქართულ კონტროლს და მე ვთქვი თუ ეს სააკაშვილმა გააკეთა არის აღმოჩნდა ეს სრული ბლეფი ყოველ შემთხვევაში სანაცვლოდ საქართველოს მხოლოდ ბომბები მიიღო 2008 წელს ბომბების მეტი არაფერი არ მიგვიღია და უბედურების მეტი მას მერე რუსეთისგან ეს არის რეალობა და ის საბაჟო რა საბაჟო არ ვიცი შეიძლება გიული დეიდას რამე ბრილიანტის მეჭედი უყიდეს ან რაღაცა მე არ ვიცი მაგრამ ქვეყანაზე ეს არასახულა არანაირად და რუსეთმა რაში ჩვენთვის გაუგებარია შეიძლება კიდევ ვიძახ სააკაშვილის ოჯახის კეთილდღეობის საფუძველზე მიიღო ის რაც სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა ჩვენ არანაირი გარანტია არ მიგვიღია რომ ამას თუ გარანტია არაფერი არ მიგვიღია რომ ეს ჩვენ ვერ ვიბაჭრეთ იმისთვის რაც ხელში გვეჭირა ეხლა გვიჭირავს ჩვენი გეოგრაფია ხო ხელში აი გვიჭირავს ხელში ხო ეხლა რუსეთთან რო წამოვიდა ეს ინიციატივა კი ბატონო შემოუშვა ძარი გისმენთ Алло, გისმენთ? Алло. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. Алло. ეკრანე მაინტერესებს. ჩვენ სახელმწიფო არ თუ არა. აი მოცილეთ ტელევიზორს არ ისმის ბატონო ჩემო არაფერი თქვენი ხმა არ გვესმის. ხოდა ანუ შენ ეხლა რუსეთთან ომი ფაქტია არ შეგვიძლია ხო კეთილმეზობლობაც არ გამოგვივიდა ნუ ამდენი წელი გავიდა თავრობები ყველანაირი შეიცვალა არ გამოსდის უკვე ეს ბელორუსის გარდა ჩვენს სამეზობლოში მაგრამ არსებობს რაღაცა რაც იმას რაც იმას ჭირდება და არსებობს რაღაცა რაც ჩვენ გვჭირდება ხო ჩვენთვის რაღაცა სავაჭრო იმას რომ უნდა სამხრეთის გზა გახსნას ხო უკაცრავად და სანაცვლოდ მე რას ვიღებ ხო შენ თავაზობ მე მინდა შენი ტერიტორია კი მიხდი ამისთვის თანხას გასაგებია მაგრამ მე თავაზობ რომ მოდი კეთილმეზობლობის ნიშნად აი სამხედრო ბაზები რომელიც ჩამიყენე საქართველოში და საქართველოს აფხაზეთით და სამაჩაბლოც გაიყვანე და სამაგიეროდ მე მოგიწერ ხელს აი პირდაპირ ვაჭრობაზე ვსაუბრობ რა როდესაც ქვეყანას როგორც აი ბაზარში ისე აი დაახლოებით ესე არის დიდი პოლიტიკა ხო სამაგიეროდ მე შენ გარანტიას გადლევ რომ დამთავრდა ამოვიღებ იმ ავადმყოფურ ჩანაწერს კონსტიტუციიდან რომ აქ ნატოს ჯარები უნდა ჩადგეს და ნატოს წევრი უნდა და თავაზობ სრულიად ნეიტრალურს ანუ ოღონდ გაიყვანე შენი ჯარები ხო და მე ძამშვენიერი დასალაპარაკებელია რკინი გზა შენ მე ჯარების გარეშე შვენიერი დასალაპარაკებელია აფხაზებთან რომლებიც დასაქმდებიან ეს რკინი გზა მარტო ის არ არის რომ მატარებელი გაივლის იქ ეს არის სადგურები ეს არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები რომელიც უამრავი ადამიანი იქნება საჭირო დასაქმდეს და იგივე მარტო აფხაზეთი არ არის ამ შემთხვევაში იგივე როკის გვირაბით შეიძლება ამოქმედდეს ხო რა თქმა უნდა როკის გვირაბით შეიძლება ამოქმედდეს რომელიც პირდაპირ გადაკვეთს თქვა და გაივლის ამ ჩრდილო-სამხრეთ მარშრუტს ხო ანუ ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსები როგორც ეკონომიური ისე პოლიტიკური რომ რუსეთის არმიისგან დავახციოთ თავი და ჩვენი ნეიტრალიტეტი უკვე ბევრი ქვეყნისთვის იყოს სასურველი რომ მათ ერთება ჩინეთისთვის მაგალითად ძალიან სასურველია ჩვენი უსაფრთხო და შვიდი ცხოვრება მართლა სასურველია ჩინეთთვის იდეალურია რომ საქართველოს იყოს უსაფრთხო რეგიონი იგივე აზერბაიჯანისთვის მაგრამ ეხა უყურე აზერბაიჯან რუსეთის ეს დაძაბულობა კიდევ ამბობ აქ არის რამდენიმე რთული ვარიანტი აი ოთარ თუ გახსოვს შენ ესეთი სიტყვა იყო 2005-6-7 წლებში გუამი გახსოვს ეს იყო გუამი უზბეკეთი საქართველოს უკრაინა აზერბაიჯანი და მოლდოვა და შემდეგ ეს სიტყვა გაქრა ამ დროს რატო იყო ხა ეს დასავლეთს კერძოდ ნატოს სასიცოცხლოდ ჭირდებოდა კასპიის ზღვაში შეღწევა. კასპიის ზღვაში შესაღწევად ხო არ კმარა მხოლოდ თურქეთი, რომელიც კასპიის ზღვასთან შეხება არ აქვს და აზერბაიჯანი, რომელსაც კასპიის ზღვასთან შეხება აქვს, მაგრამ სხვა სახელმწიფოსთან არ აქვს შეხება, სახმელეთო, რომელიც რუსეთის სატელიტი არ იყო. ირანი, შუა აზიის რესპუბლიკები ამიტომ საქართველოს მაშინ ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა და მაშინ იყო მთელი ეს ამერიკული პოლიტიკური ინვესტიციები რომ შემოვიდა პოლიტიკური ინვესტიციები და არა ეკონომიური საქართველოში უამრავი და მეთი უბრაიზები და ვიღაც მაიმუნები რო აქ დარბოდნენ რომ ეს გადაბმა ანუ თურქეთი
ნატოს წევრი თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი და კასპიის ზღვაზე გასვლა. ანუ იპოვეს სუსტი წერტილი, ხო? მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანმა დაიჭირა სრულიად სხვა პოზიცია, იმიტომ რომ მას ყარაბაღი ჰქონდა დასაბრუნებელი და ამისთვის ჭირდებოდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა და საქართველომ დაკარგა ავტომატურად აზერბაიჯანის გამო, აი ამ შემთხვევაში ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის, აი არც ნაციონალები და აი მართლა ვიძახი, ბუნებრივად დაკარგა საქართველოს ინტერესი, იმიტომ რომ თუ აზერბაიჯანი თავარი მოქმედი ქვეყანა აღარ იყო შენი სატელიტი, აღარნაირი მნიშვნელობა არ ქონდა საქართველოს. ეს საერთოდ ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა, მოზაიკა. ეხლა ეს მოზაიკა შეიძლება ისევ განვითარდეს, როგორც სხვა დროშით, არა ნატოს დროშით, არა პანთურქული დროშით და ამაში გამოყენებული შეიძლება საერთოდ აღარ გახდეს საქართველოს საჭიროება, რომ უკვე სომხეთი არის საკმაოდ პროდასავლური ლიდერით, რომელიც ყველაფერზე ხელს აწევს, აბსოლუტურად ისეთ წარმოუდგენელ რამებს, მაგალითად ჩავიდა და გენოციდის აღიარებას აღარ ვითხოვო თურქეთის პრეზიდენტს განუცხადა, ხო? ეს იყო ალბათ სომხებისთვის, ნუ არ ვიცი, ყველაზე მტკივნეული, მაგრამ ნუ ამ მტკივნეულ დარტყმებს, იქ პატრიარქზე დარტყმებს, რატომაც უდრტვინელად იტანენ და ეს ადამიანი ახორციელებს, რასაც ახორციელებს, თუმცა ყველაფერი წააგო და ყველა ომი წააგო, რაც ხელისუფლებაში მოვიდა მას მერე, მაგრამ ნუ არის პირდაპირად, ხო? რასაც ხედავთ და ნუ მას არაფერი არ ემუქრება მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა იქ რევოლუციური მცდელობისა, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ეს ადამიანი მყარად არის. ყველა გაანეიტრალა, ყველა დააკავა, ეს ოლიგარქი ვინც ჩავიდა. ძალიან გაურკვეველი მდგომარეობა გვაქვს ახლა რა, მე კიდევ ვიძახი, კავკასიური მოზაიკა ისე არის ახლა აზელილი რა. ეხა ორივეს ინტერესი დაემთხვა, ორივე გაუცხოვდა რუსეთისგან დისტანცირდა, ის სომხეთის და აზერბაიჯანის და გაუჩნდათ საერთო ინტერესი. და რატომაც თურქობა არ არის მაინდა-მაინც სომხური ინტერესი ახლა რა. არა, მე უბრალოდ ვამბობ რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ დღეს რუსეთმა პრაქტიკულად ყველა მეზობელთან ურთიერთობა გაიფუჭა. ვერ ვიხსენებ უკვე რუსეთის სამეზობლოში ბელორუსის და ჩრდილოეთ კორეის გარდა, ვისაც ამ ქვეყანასთან კაი ურთიერთობა აქვს. აქ რაღაც ძალიან ბევრი საინტერესო ინტერესები მართლაც რეგიონში სიტუაცია ელვისის სწრაფით იცვლება და იცვლება იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი გაკვირვება ახლა რაც ჩამოთვალეთ თურქეთში რო წავიდა, რაც განაცხადა იქ ზანგეზურის გახსნა რომ უნდა ამას ბევრი არ ელოდა, ხო, უახლო წარსულში ის იმდენად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ სომხეთს და აზერბაიჯანს, რა თქმა უნდა, ამ ყარაბაღის ომის შემდეგ. ზარია და შემდეგ გავაგზავნოთ. ო ტელევიზორს მოცილდით რა გისმენთ? ალო, გისმენთ. ეთერში ვარ. დიახ. ძალიან ეთერში ხართ. მე რა მინდა ფიცი რო გთხოვ. მე მინდა გთხოვოთ, ესე იგი. ტელევიზორი გამოთიშული მაქვს. მე მინდა რო გითხრათ ახლა საწყენად არ მიიღოთ. თუ ჩვენთვის გაქვთ გადმოცემა ზარს რამდენჯერმე რეკამ და არ გამოდის კაცო და დაგვიწმეთ ჩვენ ეს თუ გადმოცემა გინათ მაშინ მუღაწერა მზედ რომ არეკეთო 1000 ჯერ რეკამ და თქვენ ლაპარაკობთ თქვენ გადმოცემთ ჩვენ არ გადაცემა ვიგდეთ ხური რა გვაქვს ჩვენ სათქმელი და იმაზე გაგვეცით პასუხი დანარჩენი თქვენ საუბრობთ თქვენ გადაცემა და რაღაცა კრიტერიას რო დარეკეთო ეხლა მე რა მინდა რომ ვთქვა ერთი რამე მინდა რომ გითხრათ ეს კალაძე რომ იმართლებს თავს ის რო ჩამოინგრა შენობა და მოყვა იქ ხალხი და ორი კაცი დაიღუპა ამდენად გამოშტერებული რაფერ არის და ერთი სიტყვა არავინ არ უთხრა ისეთი რომ პირში ენა ჩოუვარდეს რომ მაგალითად იმას ის ხომ იყო ავარიული სახელი რომ გეება ლენტები ხო არ მოუვიდოდა ეს ლენტების გამოვუნა და მეტი ხვარაფერი აღარ გეივიდა კაცი არავინ იქა არავინ არ გაგიტყი რომ ლენტები რატო არ გააბი ავარიული რო იყო რომ აღარავინ აღარ გეივიდა და აღარ მოყვებოდა შიდა არავინ გასო კარგით, მადლობ ზარისთვის, ახლა ამაზე ჩვენი ეთერის პირველ ნაწილში უკვე ვისაუბრე, რომ არავითარ შემთხვევაში ამის დაშვება არ შეიძლება და ქვევით ვაჭრობა უნდა აკრძალულიყო, ყველა მაღაზია უნდა დაკეტილიყო, გარე ვაჭრობა უნდა აკრძალულიყო და ის ლენტებით აუცილებლად შემოსასაზღვრი იყო ეს ტერიტორია. ეს მაინც
იმ корпуსის მაცხოვრებლებისთვის არ იყო საკითხავი, ხო, ეს ამბავი, რომ გარე პერიმეტრზე ქვეითად მოსიარულე ადამიანები მაინც ყოფილიყვნენ დაცულები. ეს არ გააკეთა ამან და ეს თლიანად ეს პასუხისგებლობა არის, რა თქმა უნდა, თბილისის მერიაზე. სამწუხაროდ. რაც შეეხება ხა ზარების შესახებ თქვენ შენიშვნას რა, ერთადერთი ტელევიზია ვართ, რომელიც რისკავთ და პირდაპირ ეთერი გახსნილი გვაქვს და ნებისმიერ ადამიანს ვერ მივხვდი რაღაც ეთქობა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს, მაგრამ ეხლა თუ ჩვენ არ ვისაუბრეთ, ხო უბრალოდ დარეკვისთვის, ამისთვის ვთქვათ რაღაც პრობლემაზე დარეკვისთვის გვაქვს სხვადასხვა სამსახურები სახელმწიფო 1-1-2 და რა ვიცი. აკაზე ჩვენ თუ არ ვისაუბრეთ, რა თემაზე უნდა დარეკოს ადამიანმა, ხო უნდა იცოდეს რა. და პარალელურად რა თემებზე ვსაუბრობთ, იმაზე რეკავენ და იმაზე საუბრობენ. ეხლა ქართულ გეოპოლიტიკაზე, კავკასიურ გეოპოლიტიკაზე გვაქვს საუბარი, რა ჩვენ გვეხება და გისმენთ. გაითიშა. არა, ზარი აწყდება რა, რომ იცოდე რა დრო გამიშ. ზარები მართლა აწყდება 3-4 ზარია ხა. თლა ჩვენი ბრალიც არ არის, სულ რო გავჩუმდეთ, ხო ხშირ შემთხვევაში ბევრი ადამიანი ვერ შემოვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ზარია. ზარია, აწყდება. შემოვიდა. გისმენთ. ესე იგი, რასთან დაკავშირებით გირეკავთ? გისმენთ. ჩემი აზრით, ჩემო მოთანა შემოხას ზარგეზურის კორიდორი ნამდვილად არ არის მომგებიანი არც ირანისთვის და არც კი ბატონო ირანისთვის სამსახად შემოვლენ მე ანგლო-საქსონის ვარიანტია ჩადებული. კი ბატონო გეტყვი. რა შეეხება აზერბაიჯანთან დაკავშირებით? ცოტა აზერბაიჯანს უკვე ზედმეტი მოუვიდა, იმიტომ რომ ყველა კარგად ვიცით, კი თურქეთი ურგას გვერდში, მაგრამ რუსეთს უწვარი არ ეერთოთ. შეერთებას მოიგებენ ლეგონდოსმანთ. პირდაპირ გეუბნებით მაგას. კი ბატონო. და მეორე კიდე პირველებად რო ლაპარაკობთ შემოძლებო. აი რუსეთს აძლევა მოლაპარაკებაზეო. მე კიდე ვიმეორებ. სიჩელი ხაზი. დასავლეთმა დაარღვია რუსეთთან მიმართებაში. დაწყებულ საბჭოთა კავშირიდან, რომელიც გაფართოება ის, რაც იყო ნატოსთან დაკავშირებით, მე ვადევნებ თვალყურს მეშმაიერის ინტერვიუს, სკოტ რიტერის ინტერვიუს. იქ მაგრეგორი არის კიდე დამოუკიდებელი ექსპერტები ამერიკა აბსოლუტურად გეუბნებით დღევანდელ სიტუაციაში პუტინს ამართებენ დასავლეთის მიმართებაში. ეგენი ჭკუიდან გადავიდეს საერთოდ. დაავესდა ქრისტიანული მორალის ევროპაში. და საერთოდ რასაც უკეთებენ ახლა ის მუსულმანური ხალხი როარია ჩასული ვარის ეკუთის მაგათმაგამავში. მაგას ეუბნებოდა კადაფის სავიდოზე რო ესენი თუ აქედან გაიხსნა და შევიდა ვერ რაღაც აკაეთო მაგას. ეხლა თქვენ თუ გამოგიდეთ ლოგიკიდან მუზამდუა. თორე მე კი ბატონო ჩემი ქვეყანა მიყვარს პირველში. მაგრამ რატომ გონია რომ დასავლეთი ნახდათ მისლის ხელს თუ მე რუსეთთან დავარეგული ვაი რომელიც თქვენ ახსენეთ სამხრეთის კორიდორი რაფია აფხაზეთი და ერევნის ამბავი. და ერევნა რაც არ უნდა გააჩვენო ხო თქვენ საერთოდ არ გამოვა იმიტომ რომ ბაზარგას უსული. ვიღაცამ ვერ გამოვა. აი სირიის კოდაინახეთ რა მოხდა. კოდაინახეთ აქედან იმას თქვენ რო ახსენეთ იმ ტერორისტებს უკვე ისრაელმა დაარტყა მაგათ. აბსურდული მართალია ხა ისრაელს საკეთებს. იმ ალავიტები და ის რუსეთზე კაცი იყო ოფიციალური ტერორისტი ორმაგი სტანდარტების მიხედვით. კი ბატონო ორმაგი სტანდარტები. იდე ვიდახი მე აი ეს თქვი და დავასრულებ. სანამ არ მოხდება იალტა 2 და პოსტსავლის კონფერენცია რომელიც მაშინ დიდმა სტალინმა მართლა რომ გაყვეს ის სოფლიო და შიგება მოუტანეს 40 წელი ხო იყო ეგრე. ეს უნდა მოხდეს. ჩინეთი რუსეთმა და ამერიკამ უნდა გადაინაცვლოს წელი სოფლიო. სხვა შანსი არ არის არაფერი ძო. ხიდობისა. გაიხარეთ, მაგრამ ნუ არაფერი სამაგისო არ ჩენს რა და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ამ რუსულ-ამერიკულ манипуляციებით ჩინეთის დუმილის ფონზე ჩინეთი ძლიერდება რა და ერთი ამერიკელი პოლიტოლოგი მეუბნეოდა ადრე რა მართლა ძალიან საინტერესო ადამიანი იყო რა ესო საბჭოთა კავშირსო რუსეთსო ქონდათო 5 წლებიო ეს მათი მაქსიმალური ხედვა იყო იმ 5 წელიწადში რა ამის იქითო ვერ უბრალოდ ვერ იხედებოდენო რა ამერიკაშიო ჩვენო ბევრად ძლავრი გვაქვს ეს ანალიტიკაო და 10-15 წლიანი გეგმები გვაქვს და ჩინელებს აქვთ 150-200 წლიანი გეგმებიო რა რეალობა არის ესა რა რომ საუკუნის დასაწყისში ალბათ იაპონელები სათარეშო მინდორი ერქვა ჩინეთს და დღეს ვხედავთ ალბათ ნუ ერთ-ერთ მზარდის ხრივ პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანას და სიმძლავრის ხრივ მინიმუმ ნუ ყველა ეს შემთხვევაში მესამეს ვიტყვი რა მე ზარია ისევ გისმენთ ალო გისმენთ ხალბატონ ალო გისმენთ ბატონო გისმენთ არის ის ისაუბრეთ მომიშია
სამწუხაროდ გაითიშა. ხო და ოთარ მოგეთ ერთი ის არის რომ მურიას როლში აღარ მოგვიწია ყოფნა ის ომი რომელიც შეიძლება უკრაინის პარალელურად აქ რო აფხაზეთში შედით და ცხინვალში შედით ახლა ბევრი იძახს ეგეთი რამე როდის იყო ესეთი რამე იყო შიდა პოლიტიკური ძალებისგანაც რო цаრი იყო უკრაინიდან მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან იგივე მოწოდება რომ შეუდა ჩავმულიყავით ომში ეს სულ მინიმუმს ვამბობ ხო რაც გვახსოვს და ვიდეო მასალად შეგვიძლია წარმოვადგინოთ და მე მგონია ძალიან ცუდად 2008 წელზე უფრო ცუდად დაგვიმთავრდებოდა რუსებს არ ყოფნით ძალა რომ იქაც არაფერი დიდი ძალა არ გვჭირდებოდა აქ შეიძლება სულ არ შემოსულიყო და რამდენიმე სარაკეტო დათქვა პირდაპირ დედაქალაქისთვის მოეყენებინათ პირდაპირ რამდენიმე ქალაქისთვის მოეყენებინათ და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი სრულიად საკმარისი იქნებოდა მთელი მე ჩილოკავკასიელი აპალჩენცები რომლებიც ერთი სული აქვს საქართველოს შემოიჭრას ზოგს უხარია რუსეთიო დაიშალოსო ჩილოკავკასია განთავისუფლდესო ნუ არ ვიცი ახლა ერთი სამხედრო არ ჩემი მეგობარი იყო და ნუ არის კიდევაც ალბათ მაგრამ ნუ არეული აქვს ძალიან გონება და აიო თამოუკიდებელი ჩილოკავკასიაო ბიჭო რას ლაპარაკობ იმათ რა გააჩერებს იმ ჩელჩულ რაზმებს და იმ რომლებსაც ერთი სული აქვს ზღვაზე თავიანთი გასასვლელი მოიპოვოთ საქართველოს გავლით ერთი სული აქვს და თავარი ხელობა რაც ქონდა საუკუნეების მანძილზე ლეკიანობიდან ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი რა და ლეკიანობაზე ბევრად უფრო მძლავრი და ძლიერი არის და ეხა ხევსურები კი აღარ დაგვიცავენ როგორც ეხა დომენიკ მანგო ყავს დასაცავად და ისა რა ქვია რა გვარი არის მაიმუნი კიდე გრიგორიადისი ყავს ხო ჩვენი შესაძლებლობაც ბევრად ნაკლებია და იმათი ბევრად მომატებული და არ არის ესე მარტივად სამწუხაროდ მე ამას ტრაგიკულად ვიძახი რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ვერ არის იმ სიმძლავრის რომელიც თქვა იმ ფეოდალურ ხანაში იყო ბევრად ერეკლეს უფრო მძლავრი თავდაცვითი და შესაძლებლობები ქონდა მეზობლების მიმართ ვიდრე დღეს გაგვაჩნია ჩვენ საუბედუროთ ეს არ არის კარგი რა თქმა უნდა ეს საქართველოს ტრაგედიაა და კიდევ ის გიჩის საბუთებით დარბის ზოგიერთი რომ მამაოები და ისინი ხდებიან ეს არის დღეს საქართველოს და ლიბერალური სამყაროს დღის წესრიგი ის მაგირად რომ რაღაც მართლა ფიზიკურ და სტრატეგიულ და სამხედრო განვითარებაზე ვიფიქროთ ქვეყნის რომელიც ყოველთვის აუცილებელია და ჩვენ არ ვიცით რა დროს რა დაგვჭირდება მე კიდე ერთხელ ამას ვამბობ ადამიანი რომელიც ყოველგვარ აგრესიას და სადმე ომის დაწყების წინააღმდეგი ვარ დღევანდ და რაღაცის დაბრუნების კიდე იარაღის შეიძლება ის ისედაც დაბრუნდება და ამისთვის სრულებით არ იქნება იარაღი საჭირო რა სრულებით არ იქნება არც აფხაზებთან და არც ოსებთან რა პირიქით სიყვარულით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი მიუხედავად ამდენი ბოროტები ისა რა და არავინ არ თქვას რომ ეს ბოროტება რომელიღაც მხოლოდ ცალიფხრიდან იყო არავინ არ თქვას ესა რა და აღარ არის ეს თემა გასაშლელი ახლა მიმხედარი მიხვდება ვისაც შეხება ქონდა ამ უბედურებებთან არ ვიცი ოთარ რა ვიცი შენ რას ფიქრობ ახლა ვინ იფიქრებდა რომ მართლაც ასე შეიცვლებოდა სიტუაცია ამდენ მეზობელს გადაიკიდებდა რუსეთი და ამდენ მეზობელთან გააფუჭებდა ურთიერთობას ახლა ეს განცხადებები რომელიც გვესმის აზერბაიჯანიდან ეს ისე ჰაერიდან კი არ მოდის მართლაც რეალურად ახლა რუსეთს მთელი ყურადღება თავისი პრობლემა აქვს ამ უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ჯარი მართლაც ძალიან სუსტად გამოიყურება და ძალიან ბევრი პრობლემები აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით და ამით ყველაფრით ისარგებლა აზერბაიჯანმა მათ შორის რა თქმა უნდა ძალიან ტრაგიკული მოვლენები ახლდა ამას წინა პირობა იყო ამისი თვითმფრინავი რომ ჩამოვარდა მე ეკატერინბურგში ძმები დაიჭირეს და ცემით მოკლეს ამით არ დასრულებულა კიდევ სხვა არ დასრულებულა ძალიან ბევრი მსგავსი ინციდენტი ყოფილა რუსეთში აზერბაიჯანის დიასპორასთან და მიმართებაში და ეს ბევრი რამ ამან გამოიწვია ის რაც გამოიწვია რომ ნახეთ როგორ თამამად საუბრობს უკვე აზერბაიჯანი რუსეთთან მიმართებაში ის რომ სამხედრო ბაზა უნდა უკვე ნატოსი თავის ქვეყანაში ანუ თურქეთის არა სხვა ჩვენს ნატოსი არა თურქულ ბაზაზე საუბრობს ეს ძალიან საინტერესოა უყურე თურქეთი არის ნატოს წევრი მაგრამ ნატოს ბაზაზე არ საუბრობს თურქულ ბაზაზე ანუ ხო და რა ვიცი ხა დღეს თურქულია ხვალე შეიძლება ნატოსაც იქცეს ხო ეს პრობლემა აღარ არის მე იქ რომელ დროშას დაკიდებ რა ეს ძალიან საინტერესო მომენტია ეს ორმაგი თამაშია რა ნუ და ეს საკმაოდ ეშმაკური მომენტია რომ დაუკვირდე რა შემოუშვა ზარი კი ბატონო ზარია გისმენთ ალო გამარჯობა მოგესალმებით ეს არ ვიცი რა ახლა ჩარტი გესმით
კი გისმენთ. და რა თემაზე საუბრობთ არ ვიცი, მაგრამ დაგიხართ რეგიონალურ პრობლემებზე. ობიექტივია ადრე თქვენი იმედი და 2012 წლამდე აკუქებდით სადაც ციხეში ხალხს ადრე ხეთდა ატოვად მოდროს. კი ბატონო, იყო იგივე. ხოდა, ახლა ატოვად მოდროს. ციხეში რა ხდება? ვინც არ უნდა იყოს მადლობთ. კი ბატონო, პრობლემა არ არის, მართლა ამ ბაჩიაშვილის თემაზე იყო, დღეს რამდენადაც ვიცი, სხვადასხვა გადაცემაში გაჟღერდა და პრობლემა არ არის ამის თქმა ჩვენთვის, მადლობ შენიშვნისთვის, მივიღებ მართლა ჩვენ გადაცემაში ჩვენ ეს არ გვიტყვია. ჩემისას უნდა მოხდეს გამოძიება, რატომ მოხდა ეს პატიმარი, ისეთ პატიმართან, რომელმაც მას მიაყენა ზიანი, ეს არ შეიძლება. არ მოხდა ის პატიმარი თვითონ შეასახლეს. ხოდა რატომ მოხდა? მაგას ვიძახი ოთარ, რატომ მოხდა? ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, არა მხოლოდ იმის რომ ცემელის, არამედ იმისი, ვინც მოახდინა ამათი ერთად მოხვედრა, იმიტომ რომ ეხა თუ ნიკა გვარამია არ შეიძლება ჩვეულებრივ პატიმრებთან შევიყვანოთ, იმიტომ რომ მართლა არ შეიძლება, ხო? თუ არ შეიძლება მელია შევიყვანოთ, რატო შეიძლება? ეს კამერა, რომელშიც ეს ვიპატიმრები ზიანთ, არის ყველა ვიდეო თვალით აღჭურვილი. ისე რომ ნახეს რომ ესეთ სიტუაცია რატო არ მიიღეს ზომები. ბაჩიაშვილი ამბობს, გავიდაო ძალიან საკმაო ხანიო, გამოიღო ის ფორტოჩკა თუ რა ქვია, არ ვიცი. შემოიხედაო ვიღაცა, მამამ უთხრა დაახურებო ვაგზელებო ცემას. რა არის ახლა ეს, როგორ შეიძლება ხელისუფლება აბრალებს ეხა ასეთი ამბები ხშირად ხდებაო საქართველოს ციხეებში და ერთ-ერთ რიგით შემთხვევად აღიარა ეს საპარლამენტო ეს არ არის ეს ხშირად არ ხდება ესეთი ხშირად ხდებოდა მათი ინტერვიუები იყო და აი რა სირცხვილია ესე იგი რა სამობერო ესეთ რამეს ხშირად ვაკეთებთო? არა ხშირად ხდებაო რომ პატიმრები ერთმანეთს შორის ჩხუბობენო პატიმრები ჩხუბობენ ხშირად ერთმანეთს შორის ეს მუდმივობა სადაც ბევრი მამაკაცია ის სკოლა იქნება საბავშვო ბაღი თუ რაღაცა იქ ჩხუბი ხდება ეს ბუნებრივია მაგრამ აქ სხვა რაღაცასა საბედნიეროდ ეს ხშირად არა ეს უნიკალური შემთხვევა ეხა ეს არ არის მარტო ციხის ხელმძღვანელობის პასუხისგებლობა არა აქ სერიოზულად ამას ვერავინ ვერ გაბედავდა იმიტომ რომ იციან რომ ეს ასეთი ცნობილი ეს ვიპატიმარია, ესე ვთქვათ. აი, ოთარ გულწრფელად ვიტყვი, აბსოლუტურად ეს ადამიანი არ მესიმპათიურება, აი აბსოლუტურად არ მესიმპათიურება. ადამიანის მდგომარე მიმაჩნია ჩვეულებრივად მაღალი დონის თაღლითად, რომელმაც ის დიდებულად ისარგებლა იმით, რომ რაღაც კონტრაქტი არ იყო დადებული. სუსხვა, მაგრამ ეს ვის აძლევს მის ცემის საშუალებას, ეს სუსხვა თემა არის და ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. აქ ორი აზრი არ არის რა. აი, ზარის ავტორთან თან მადლობა ამ ზარისთვის, ბოდიშიო თქვათ ეს თემა არ წამოვწიეთ. სამწუხაროდ ეს რუსებს აქვთ ასეთი გამონათქვამი, за что боролись, на то и напоролись. აი, რასაც ვებრძოდით ჩვენ, რომ ციხეში ესეთი ამბები არ ყოფილიყო და 9 წლის განმავლობაში მე, მალხაზი, ჩვენი მეგობრები ყველა ამისთვის ვიბრძოდით. ციხეებთან, იქ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სასამართლოებთან, რომ მსგავსი უბედურება არ განმეორებულიყო არასდროს. ეხა ისევ პრაქტიკულად ესეთი რაღაც მეორდება ჩვენ თვალწინ. უბრალოდ ოთარ ალბათ ჩვენ იმიტომ გავახსენეთ, რომ დღეს უფლება რომ ამაზე ბევრჯერ გაიაჟღერა ჩვენი ეთერიდან ამ პრობლემამ რა და ამ კონკრეტულმა უბედურებამ და ალბათ ნუ იმიტომ არ ვახსენეთ რა თორე ისე აი ძიმედარი ნაცემი და ამაზე არა ნუ ორი აზრი არ არის რა ვივამედის სამედიცინო ხელმძღვანელობამ არაერთხელ უკვე ისაუბრა აი ბევრი ზარებია ისევ რა და სამწუხაროდ ბოდიშვიხდი ნუ გვიბრაზდებიან მაყურებლები თქვათ არ თქვათ გასაბრაზებელია და თქვათ და ვიღაცა ვეღარ ხა იქ როცა გონებას რამოდენიმეჯერ დაკარგავ წნევა მაუწია ну რაღაც არა ნუ ეხა ციხეში ცემა მეთოდი არ არის და ის ქვეყანა ადამიანი არის უმწეო მდგომარეობაში და იმაზე რომ იძალადებ ხო ისე ციხეში რო ხარ ჩვენ ქართველები თქვათ ბევრ ქვეყანაში ეს მისაღებია მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებში არანაირი გამართლება გვანტანამოები არსებობს სრულიად დემოკრატიულ ქვეყნებში მაგრამ საქართველოში ეს არის მიუღებელი საქართველოში ეს არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ აი მართლა პრეტენზია გვაქვს საუკუნეობრივი ტოლერანტული ერი ვართ რა და ყოველად მიუღებელი ხა ვიღაცა ხითხითებსო ეგრე უნდა ეგრე არ არის, ეგრე მოგივა შენ აუცილებლად დაგიბრუნდება, როდესაც ესეთ უბედურებაზე ხითხიტებ და გაატარებ. არ არის ეს გასატარებელი ტრაგედია და არ არის მისაჩქმალი. აუცილებლად უნდა მოხდეს პასუხისგება ვიღაცის მიერ რა. და კიდე ნუ რა ვიცი ხა ზარია შემოუშვათ. ალო გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ხო.
ვიღაფერში ვარ? დიახ. კი გისმენთ ისაუბრეთ. გამარჯობა, გორიდან გირეკავთ. გაიხარეთ. ერთი რა უნდა გითხრათ, პატრის ცოტს ყველას გიყურებთ. მადლობა. მე ვარ ეს ნაციონალური მოძრაობები თუ ისე რო გადავირჩიეთ, ხო? ხო შეიძლება რომ ამათ დავამთავროთ, ეს არ გვინდოდა გადავირჩიეთ. დავირჩიეთ მთავრობა, რომელსაც გვინდა რომ საქართველოს ყოფილიყო, კარგად და ყველაფერი. ეხლა რა ხდება? რაღაც ცუდი რო ხდება, აგროლებენ ისე ნაციონალები რო არ ვარგო და თუ გადავირჩიეთ. გეტყვი. ხალხი მიყვება იმას, რომ ის ცუდი აღარ ავირჩი, აღარ გვინდა ესა ეს. როგორ შეიძლება ყველაფერი ხდება ცუდი? არ შეიძლება ესეთი მდგომარეობა, ხო? გეთახვებით. გეთახვებით უნდა წინ ვიაროთ და ის რომ ნაციონალების დროს ბაჩიაშვილის დაირის შემთხვევა ყოველდღიური და ჩვეულებრივი ნორმა იყო და ამას პატიმარი კი არა პირდაპირ ციხის წარმომადგენელი ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ვიყოთ კმაყოფილი ჩვენ გვინდა უკეთეს და უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება აბსოლუტურად ვეთანხმები ხა ამ ადამიანს მან თქვა რომ ჩვენ გადავირჩიეთ და ჩვენ უკვე გვაქვს უფრო მაღალ სტანდარტზე მოთხოვნა ხო რა თქმა უნდა გქონდეს ხო ადამიანი რომელიც განვითარებისთვის არის სწრაფის ეს უკვე ნუ რაც გინდა ავიღოთ ეს ადამიანი კი არა საერთოდ ქვეყანა და თუ განვითარება არ ხდება ყველაფერი ჭაობდება და მყაყდება ეს წესი არის და ეს ცხოვრების წესია და ეს ნორმა არის ხო ანუ ის რომ ვთქვათ მაშინ უარესები ხდებოდა ეს მე არ მომშვიდებს აბსოლუტურად ვიცი რაც ხდებოდა მაშინ და ამაზე ყოველდღე საუბრობდი მაშინაც ზოგი რომ ხმა ჩაგდებული იყო რა და ვერ ბედავდა და მაშინ ბევრად ცუდად გინებით საუბრობდი და დღესაც საუბრობთ ამაზე მაგრამ ის რომ დღეს გავამართოთ რაღაცა მაშინ უარესი იყო არა ეს არ გამოვა ეს არის ქვეყნის ღალატი ეს არის სახელმწიფოს ღალატი ეს არის კიდევ ამბობ მომავლის ღალატი იმიტომ რომ ეს იქცევა მერე ჩვევად ეს იქცევა მერე ნორმად და ბოლოს კასტილიანი მანიაკი მივა უკვე პატიმართან ხო მე ბოლო ეს არის რა ამით თავდება ხო რითიც ნაციონალებმა და მათი სახე არის ჟურნალისტიკაში ალისტრახო და იმაში რა ქვია პოტენციალურ სისტემაში კასტილიანი მანიაკი ეს არის უკვე ნაციონალი ხა იმან რაც არ უნდა იწამს ხაბეიშვილო მერაშუაში ვარო ხო შენ ყოველთვის იქნები 5 ნომერი იქნები ყოველთვის კასტილიანი მანიაკი ჩემთვის და ისა რა ქვია ალისტრახო რო აქვნა ახლა არ შეიცვლება რა სამწუხაროდ ახალგაზრდება ეს არიციან თქვენი ნამდვილი სახე რა არის და აგერ ვიცით დღეს რო რაც ხდება დღეს რო ხმაური არ ავტეხოთ ისევ იგივე განმეორდება და ჩემს ხა დიდი მნიშვნელობა არ იქნება ძალადობა 5 ნომრის ეგეთი ჩატარება. ამის გამო ხო წავედით ხელისუფლებიდან. თითქოს ეს საკმარისი იყო. ხო, წავიდე და ეხა მოვახ და ისევ ვისავთ ამას რა თავიდან. ხო და ეს ყოფილა ყველაზე დიდი სასჯელი რომ ხელისუფლებას დატოვდნენ. წავიდნენ. 41 ნომერი იზავს ამას. 5 ნომერი თუ 7 თუ 9 თუ 35 ამას მნიშვნელობა არ ეს აქვს. 21 ნომერი არ გამახსენოთ კიდე ეს ხალხი ისევ თავის რიგებში რომ ჩააყენა და ქვეყნის სამსახურში. ნუ არ ვიცი ხა. კი ბატონო. რამხელა აგერ საკმაოდ გაუგებარი თემა უბრალოდ ჭორაობას ვერ იდებით ოთარ ჩვენ შეთანხმებულები ვართ რომ არ ვიჭორავოთ და აგერ რიჟვაძის თემა ხო საოცარი იმდენი კითხვა დაიბადა იმდენი ყოვლად გაუგებარი რაღაცა არის მაგრამ ნუ არ ვიცი ჯერ გამოძიება არ ყოფილა ოჯახი არაფერს არ ამბობს და არ და რაღაც ძალიან ეთესი მდგომარეობა ჯანმრთელობის და ძალიან მედია რო ხო ძალიან მიხარია რომ ჯანმრთელი როგორც ადამიანურად მიხარია ისე იმისთვის რომ შეიძლება ბევრს არ აწყობდეს ეს ნათელი მოეფინოს რა უბედურებასთან გვაქვს საქმე რომ ეს ეკონომიურად შეძლებული ახალგაზრდა ყველანაირად უზრუნველყოფილი ადამიანს უცბად მოუნდა სიკვდილი ხო კაი ოჯახიდან გამოსულა კლანური დაპირისპირება რო არის შიდა კლანური ქართული აი ხო უკვე გვიჭირს ჩვენ რომელი ერთი მაგალითი ჩამოვთვალოთ იქ მიქაუტაძე იქ ეს იქ მერის მაღალჩინოსნები რომლებიც წავიდნენ მერიიდან და არაერთ კორუმპირებულ სკანდალში არიან მხილებულები ნუ ეხა იქ რო ძალიან სერიოზული დაპირისპირება ამ ხრივ ეს ფაქტია ზარია შემოუშვათ ისევ ეთერში ბრძანდებით გისმენთ ეთერში ხართ გაითიშა როგორ ხვდები
არა რა არის იცი ოთარ კორუფციაში იყო და წავიდა ჩემთვის არ არის საკმარისი სხვა შორის სულ აპარაკობენ პრობლემებზე და იხჩობიან ფულში და ახლა ეს არ გამოვადი დაკავებაც არ არის საკმარისი პირდაპირ ვიტყვი რა ერთი კანონი ატყდა ერთი ამბავი რომ ესო რა კანონს იღებენო რომ ოჯახის წევრისგან ქონების ამოღებაო რა მე რაც თავი მახსოვს კომუნისტების დროიდან რა ყველა მთავრობამ აბსოლუტურად ყველა მე ხა გამსახურდია უბრალოდ ვერ მის მთავრობამ ვერაფერ საერთოდ არსებობა ვერ მოასწრო ისე მოხდა დამხობა ხო დანარჩენი აი ყველა მთავრობამ ყველა მთავრობაში გამდიდრებულმა და ჩვენ ვცდილობთ რატომაც საქართველოში მთავრობის წევრები ძალიან სწრაფად და ძალიან ეფექტურად დიდდებოდნენ ხო ეს სულ ესე იყო რა შემიძლია ჩამოთვალო გვარები შევარდნადიდან მოყოლა არ დამენანება არც ერთი ხო უმდიდრესი ოჯახები მე მთელი ბიზნესები მაგათხელში გადადის და ასე და ისე და ვიღა დეპუტატები და მარტო მთავრობა არა პარლამენტარები უმეტესობას 99% ხო რატომღაც ყველაზე საყვარელ ნათესავზე ქონდათ გადაფორმებული ბამრებს გულისხმობს სიდედრებზე ქონდათ გაფორმებული ესე იგი ხო და ეხლა მაპატიე რა ადამიანი მილიარდს მოპარავს ქვეყანას ბავშვებს მოპარავს საჭმელს სასწრაფო სიდედრზე გადააფორმებს და თავისი არაფერი არ აქვს და უყუროთ იმას რომ ის ფული უნდა დაბრუნდეს უკან რა და ის სიდედრი უნდა გამოატრიალო ცალიფეხით დაუკიდო და გააძრო ტყავი და დააბრუნო ყველაფერი უკან მე ესე ვთქვა სიდედრი სიმბოლურად ავიღე ისე რატოღაც სიდედრებზე აფორმებდნენ სულ ყველა რა ხო და ეს მარტივად არ უნდა იყოს რა და ეს კანონი მომეწონა იმიტომ რომ ეს კანონი მიმაჩნია რომ არა ვთქვათ ოპოზიციური და სხვების მიმართ არის მიღებული ეს არის სახელისუფლებო კოშმარი ეს კანონი რა რომ ოჯახის წევრისგან ის თანხები რომელიც კორუფციული თანხები უნდა მოხდეს ამოღება იმიტომ რომ რა არის ხა მე მოვიპარავ გადავაფორმებ სხვაზე და ის მოპარული თან ციხე ხა ბაჩიაშვილი ეს უნიკალური შემთხვევა რა თორე დანარჩენი ფულიანი კაცი ციხეში რო შევა რა პრობლემა არის დღე ეს ხო ის ადეიშვილის ციხე არ არის სადაც ყველაფერი გაყიდეთ ადამიანები ითხოვდნენ 20 ცოცხალი გამიყვანეთ აქედან ხო ხო და რა მოვიპარავ მილიარდს რა ვიცი ხა თავგანწირო არის ეგეთი ოჯახი რო უყვარს ადამიანს წავალ მე ციხეში და ჩემი შვილები ყველა ბედნიერი ჩემი ნახლობლები იმდენი მაქვს მოპარული მე ციხეში წამოვწევი ჯერ იმდენი ადამიანი მეყოლება ხო და ეგრე არ არის რა მარტივად სხვა შორის ამ კანონზე ერთადერთზე კიდევ ვიძახი ეს არის ანტისახელისუფლებო კანონი ის რომ ვინც ბიუჯეტზე ხელი მიუწვდება იმ ვირთხების წინააღმდეგ და იპარავს ბიუჯეტს თორემ მიუწვდება ერთი არის და მეორე რომ იპარავ იმ ადამიანების წინააღმდეგ და მე ძალიან ვემხრობი რა აი იმას რომ მილიონერი სიდედრების ეპოქა უნდა დამთავრდეს საქართველოში რა და სიდედრზე რომ გადააფორმებ ქონებას ეს არ ნიშნავს რომ ის ქონება ისა რა ქვია ხელშეუხებელი იქნება რა ვიცი ოთარ მე მართლა ესე ვთვლი რა ხო და გვაქვს კიდე რაღაცა ისეთი პრობლემები, ანუ ისო ხელისუფლება ყველაფერს სულ საკეთებს, არა, მაგალითად აი ეს კანონი, ისეთი კანონი მოუწონა, რომელიც არავინ არ მოიწონა, მაგრამ მე ჩემი ხედვიდან ის კორუფცია, რომელიც ქვეყნის ძარცვის ყველაზე იდეალური კომბინაცია თუ ჩავარდის შემთხვევაში ყველაფერი შეგრჩება. წარმოიდგინე, ესე იყო აქამდე და ეხლა გვეუბნება ეს კანონი, ესე აღარ იქნება რა. სადაც არ უნდა გარებიძაშვილზე გადააფორმებ თუ იმ რა ქვია ერთ საცულებში გაზრდილ ძმაკაცზე, ხო, იქაც მიგაკითხავთ რა და იქაც მოვუძებდით მათ კონებას და ამოვიღებთ ბოლო კაპიკამდე. ძალიან კაია, მე რა ვიცი. ესე მგონია რა. ოთა რა ვიცი ძალიან ისეთ ხარ დაგჭა უკვე სამწუხაროდ რასრაფად გადის რომ მე მართლა ვერ ვიგზენი რომ ესე უცბად გავგვივიდა ეს 2 საათი არა ასტრონომიული მაგრამ მაინც 2 საათი მაგრამ დავშვიდობ ჩვენ მაყურებელს ხუჩა კვარაცხელია ბოლო მატჩი წააგო და ალბათ სპორტის განვითარებისთვის ჯობდა რომ რაღაცა ერთხელ მაინც წაეგვებთ სადაც მივიდა ყველაფერს იგებს და რაღაცა ინტრიგა დატოვა რომ თურმე ხანდახან შეიძლება წააგოს მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ალბათ ნუ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ძალიან იშვიათად დანარჩენი არ ვიცი ყველას კაი დასვენებას კაი ზაფხულს და ჯანმრთელობა ბედნიერებას გისურვებთ კარგად გზანდებოდეთ